კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს. მიხეილ ქლივიძის ლექსიდან ეს ცნობილი სიტყვები დღეს მარჯანიშვილის თეატრში ისმოდა. ადამიანი, რომელიც საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა, თავმდაბალი პიროვნება და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი. მსახიობი, რომელმაც საოცარი სახეები შექმნა. ამ თბილი სიტყვებით აცილებდნენ საქართველოს სახალხო არტისტს, ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეულ წარმომადგენელს გივი ბერიკაშვილს, კოლეგები და მისი შემოქმედების მოყვარულები. ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ქვეყნის პირველმა პირებმა პირადად მიუსამძიმრეს. ჩვენ დღეს ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს მთელ საქართველოს. გივი ბერიკაშვილი გვაჩვენებდა იმ კარგს, რაც ჩვენში არის. ძალიან დიდი სიყვარული და სინანული არის დღეს ყველა ჩვენთაგანში. და მე კიდე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო კაცი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო არაჩვეულებრივი მსახიობი, იყო ძალიან სწორი მოქალაქე. ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით და ამას აკეთებდა უაღრესად მშვიდად თავისი ერის სიყვარულით. ძალიან დასანანია, რომ ასეთი ადამიანები გვტოვებენ. ბატონი გივი იყო ჭეშმარიტად სახალხო არტისტი და ის იყო ჭეშმარიტად მაგალითის მიმცემი მოქალაქე ძალიან ბევრი ადამიანისთვის. და ძალიან გული მტკივა, რომ ასე ადრე ძალიან მოულოდნელად მოხდა მისი წასვლა ამ ქვეყნიდან. ის ყოველთვის დარჩება ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ ყველა მთელი ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრი სასიხარულო დადებითი მომენტი არის ასოცირებული ამ ადამიანთან. ჩემთვის ეს ძალიან მძიმეა, ბატონი გივის სახით ქართულმა თეატრმა და ქართულმა კინომ სრულიად ლეგენდარული მსახიობი და ადამიანი დაკარგა მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ, ადამიანი, რომელიც 6 ათეული წლის განმავლობაში მას პირდაპირ მეაბედნიერებდა. მეცნიერად წარმომიდგენია სხვა ადამიანი, რომელიც ასეთ პოზიტივს, ასეთ სიყვარულს ასხივებდა ყველას მიმართ. მარჯანიშვილის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად დიდი სიყვარულით სარგებლობდა გივი ბერიკაშვილი საზოგადოებაში. ბოლო გზაზე ის ცნობილ სახეებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა გააცილეს. მე ესეთი განცდა მაქვს, რომ ბატონი გივი ცოცხალია. მისი ფიზიკური არყოფნა პირადად ჩემთვის, ესე იგი, ვერ აღიქმება რეალობად, იმიტომ რომ ისეთი სიცოცხლით სავსე პიროვნება იყო და ისეთი საოცარი სიხარული მოქონდა, იმდენი ქართული რაღაცა სიბრძნე, სითბო, იუმორი, ყველაფერი ერთად, ტრაგიზმიც ჰქონდა. ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ესეთი კომიკური სახე, ჟანრის მსახიობი. ეს იყო მრავალმხრივი და რაც თავარია, ეს იყო დიდი გულის ადამიანი, ნამდვილი, ქართული კულტურის, ქართული სულის ადამიანი. ისიც ყველაფერი პიროვნებიდან მოდის. იყო საოცრად ეროვნული პიროვნება. ამიტომ არის ასეთი დიდი სიყვარული მის მიმართ. და ეს მისი შინაგანი ეროვნულობა, ხასიათი ქართული, ისე ნათლად ჩანდა ყველაფერში, რასაც ის აკეთებდა ცხოვრებაში და ხელოვნებაში, რომ ამის გამო რასაკვირველია უზარმაზარი სიყვარული ჰქონდა ქართველი ხალხის. რაც ახლა ხდება, რასაც ეს ხალხი უწყეთ ნაკადად მიდის და ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებს კაცი. ეს უნდა დაიბადოს ორგანულად და ეს უნდა იყოს შენი ყველაფერი. ეხლა გივი იყო ძალიან თითქოს უბრალო, თითქოს ყველაფერი, მაგრამ იყო ძალიან საინტერესო მსახიობი და ძალიან კარგი მოყოლა იცოდა სხვათა შორის. ეს მე შემიძლია ცალკე გამოვყო, იმიტომ რომ რაღაცას ისეთნაირად იტყო და ისეთ მიუჩენდა თავის ადგილს და ყველაფერი და საერთოდ ამ თეატრში, ამ კედლებში უდიდესი მსახიობები იყო. გივი ახალგაზრდა მოვიდა, მაგრამ გავიდა წლები და დადგა იმ კორიფეების გვერდით. დღევანდელი დღე არის ისეთი დღე, რომელიც ამ ჩვენ ყოფითობაში შემოიჭრა რაღაც განსხვავებულად თავისი ტკივილით, იმიტომ რომ აღარ აქვს გივი ბერიკაშვილი. კაცი, რომელმაც
მთელი ეპოქა შექმნა ქართულ თეატრში და კინოში. ძალიან ბევრი როლია დაკავშირებული მასთან, როგორც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობთან, როგორც რუსთავის თეატრის მსახიობთან, მაგრამ კინოსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი ღიმილი, მისი იუმორით სავსე და სიკეთით სავსე როლები ძალიან დიდხანს დარჩება ქართულ მაყურებელს. ძალიან ძნელია წარსულ დროში ისაუბრო. იმიტომ რომ ასეთი სახელები არ კვდება, ასეთი ადამიანები არ კვდებიან. ეს უწყვეტი რიგია, ეს გადაკეტილი ქუჩა მეტყველებს თუ რამდენად უყვარდა ქართულ ხალხს იგი. მე ვიტყვი რომ ეს არის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი დიდებული ქართული ეპოქისა. გივი ბერიკაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაკში 1933 წლის 12 მაისს დაიბადა. 1956 წელს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავისა და სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მან სახასიათო როლები 40-მდე მხატვრულ ფილმში შეასრულა. საზოგადოებამ მისი პერსონაჟების ტექსტები ფილმებიდან ზეპირად იცის. ამ მხრივ აღსანიშნავია ღვინის ქურდები, სიყვარული ყველას უნდა, დათა თუთაშხია, პეპელა, ნატვრისხე, მზე შემოდგომისა, ლონდრე, გიორგობის თვე და სხვა მრავალი. ფარტყი აწივად გაიზარდა. იმ არწივმა კიდევა თავის მხრიდან ახალ ბარტყებს მისცეს დასაბამი. ათადან და ბაბადან ეგრე ყოფილა და ეგრე იქნება უკუნითი უკუნისამდე. და რო თქვენი მეშვეობით თელ ერს უთანაგზნოდა თელ ერს საბძიმარი ამის გამო რომ გივიწავდა ამ ქვეყნიდან. ეს იყო უდიდესი მსახიობი. ეს იყო იშვიათად თუ ჩვენ გავიხსენებთ ისეთ მსახიობს, ესეთი მიწიერი და ესეთი ნამდვილი და ესეთი უშუალო მსახიობი ყოფილიყო სცენაზე და ესეთი ხიბლი ქონოდეს როგორც გივის ქონდა. ამიტომ შეიყვარა. არიან სახალხო არტისტები, ბევრი ვართ ბაქს შორის, მაგრამ გივი განსაკუთრებით სახალხო იყო. ისიც გივი თითქმის ყველა ოჯახში შესული იყო. ამიტომ ვამბობ, რომ თითქოს მთელი საქართველოს გლოვობს ამის გამო და თითქოს ისეთი სტაბილიზება, რომ თითოეულ ოჯახმა ოჯახის წევრი დაკარგა. ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი 10 აპრილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ფილტვების ანთების დიაგნოზით გარდაიცვალა. გივი ბერიკაშვილი საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების სახელით ვუსამძიმრებთ მსახიობის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს. ჩვენს ტელემაყურებელს კი ვთხოვთ ახლად შესვენებული პირად ლოცვებში მოიხსენიოს.